მიდი, პასი მომეცი. არ დაუშვა. მიდი წინ. მომეცი პასი, მომეცი. მიდი შემოუარე. პასი მომეცი. მიდი ცოტა ჩქარა რა. მიდი. რა საკეთებ? რა გინდა ჩემთან? ბურთი მომეცი. თავი დაანებე, თვითონ დაარტყამს. ჩემთან რა გინდა, იმას კითხე. საიდან არტყამ? აქედან უნდა დაარტყა. ახლა გავიტან. საიდან ურტყამ? აქედან. აი აქ არის სწორი. ნახოთ ერთი რა სიზამს. გოლი! გავიტანეთ. რა გინდა, ვერ გავიგე. არა მაინც ვერ დამარწმუნებ. რატომ უნდა გაატაროს ბავშვმა მთელი ზაფხული მთებში? იქ არაჩვეულებრივ თავგადასავალს ელოდება, მაგრამ სინამდვილეში რა დახდება? მთაში გეოლოგების ცხოვრება, გართობა და პიკნიკი ხომ არ არის. იქ ყველას თავისი საქმე აქვს. წარმოიდგინე, მთელი ზაფხული მარტო უნდა გაატაროს. არა ვიცი, რომ შენი მეგობრები იქ იქნებიან, მაგრამ ისინი დიდები არიან. სერიოზული ხალხია. ნიკა ჯერ ბავშვია. არა, ჩემი ნება რომ იყოს არ გავუშვებდი. ნიკა! მანქანა მალე მოვა. შენ კიდევ ჯერ ბარგი არა გაქვს ჩალაგებული. Თხილად, რამე არ იტკინო, არა უშავს. მოდი ავწიოთ. აი ასე. რა მოხდება ხო რომ გადავაგდოთ? არ შეიძლება. რა შემოგტანეს ეს ბავშვი? დაჯექი. არ მინდა კაბინაში ზემოთ დავჯდები. მამა შენმა სად დაგსვა? გამარჯობა.
გურმან, სადილობის დროა. Обедать пора. მიხეილთან გავჩერდეთ. მიხეილი სად არის? აი იქ. ჩანთა მომეცი. მაწვილო, სუფრა გაშლილია. ახლა არ მინდა. Что значит? რას ნიშნავს არ გინდა? არ მინდა ბანაკში რომ მივალთ იქ ვისადილებ. ბანაკამდე შორია. Если ბარგი რომ არ გქონდეს ამბილიქს გავუყვებოდით, ძალიან ახლოა. ბიჭო, ყველი და პური მაინც შეჭამე. სად არის ნიკა? მოიცადე შვილო, სად მიდიხარ? одинокого же ребенка უპატრონო კვიცან მგელი შეჭამს ან ტურა? везет или волк сожрет. გლით ნუ მაშინებ, წითელ ხუდე კი არა ვარ. დაიღალე არა? რა უშავს? მიეჩვევი. Ловчишься. აბა მიდი, აძვერი. А чего это? საჭმელი რატომ დატოვეთ? Место აქაური წესია. оставишь? მიხეილს თავის წილს თუ დაუტოვებ, ყველაფერში ხელი მოგემართება. მალე ბანაკში მივალთ. უკვე ახლოსაა? ო, შორს არ არის. მოსახვევს უნდა გავწდეთ. ბიჭებო. ეთყობა არავინ არ არის. დღეს ალბათ ისევ დააგვიანებენ. А? ლეიბი მომაწოდე. ეს რა გზებზე ვიარეთ? დავიღალე. როგორც იქნა მოვიდნენ. ვიჭებ სალამი. Прилетели. მოფრინდნენ ტრედები. გამარჯობა. გამარჯობა. მე ნოდარი ვარ, ეს ირაკლია. გამარჯობა. ეს ნიკა, მამა შენ როგორ არის? ყველაფერი მოიტანეთ? კი, ყველაფერია. დროზე გადმოტვირთეთ. Быстрее. დავითმა მოგიკითხა. მუშაობა დაუწყია. სამართველოში წესრიგიაო. ეჭვიც არ მეპარებოდა. წამოდი.
ფრთხილად. ნიკა, ჩაიდანი მომაწოდე. დაგიმატო? არა. დადგი. სიმონი სად არის? მეორე უბანზე დარჩა. რა? ხეზე დაიძინებს? ხეზე რა უნდა, იქ კარვებია. გადამრევს ეს კაცი. მაინც მასავით მიყვარს. იცი ერთხელ რა მოხდა? სიმონის გამო კი ნაღა მოხდი. მესამე უბანზე მივდიოდით. სიმონმა გზის შემოკლება მოინდომა. ისედაც ძლივს ვეწეოდი. ის კიდევ პირდაპირ კლდეებზე წავიდა. ესე იგი გზის შემოკლება უნდოდა. მე რას ვამბობ? ესეც იმის გვარისაა. გაიზრდება მეორე სიმონი. მანამდე თუ არ დაჭვიანდა. არა, სიმონი გიჟია. მართლა გიჟია. კინაღამ ფეხები დავამტვრია იმ კლდეებზე. მაგრამ მაინც არ გაჩერდა. თოვლის გვირაბისკენ წამათრია. ვეუბნები ჩამოინგრევა, ჩაგვიტანს მეთქი. ის კიდევ ვითომ არაფერი. იცინოდა. ნოდარ, დათვის ღრიალი ისმის. დიდი ამბავი. აიღე თოფი და ესროლე. როგორ უნდა ვესროლო? ღამე არაფერი ჩანს. ნახვა რა საჭიროა, ჰაერში ისროლე. ჯობია მე ვისროლო. შეიძლება? მე რა იცი ისროლა? აბა რა? რა ხდება? შეიძლება კიდევ ვისროლო. გეყოფა, მომეცი თოფი. პროდუქტები მომეცი. გესმის? ო, ახლავე. მომარაგებელი სად არის? ვინ? ირაკლი სად არის? სადღაც გავიდა. ჭიკაძე, პირდაპირ არ იცი. მამა შენი სულს გაფიცებ, 1-2 დღე მაინც მოითმინე. ისედაც არ გვაკლია პრობლემები. შენ ამაზე არ იდარდო, ნუ გეშენი არ დაგაღალატებ. აბა, აი გაურობას მიხედე ნიკა. დათვს არ მივახლოვდე, ძალიან საშიშია. ჩემი იმას უნდა ეშინოდეს. ისევ თავისას ამბობს. იმიტომ რომ ქარი გიქრის მაგ თავში, მაგრამ არ აუშავს. გაიზრდები, დაკაცდები და ეგ ოფოფებიც თავისით გაფრინდება. მივდივარ თუ არა? წავიდეთ. აბა, კარგად. ფრთხილად. ახლა დიდ სიმაღლეზე ვართ ნიკა. აქ წნევა დაბალია. შეუჩვევალ კაცს თავიდან სუნთქვა უჭერს. ეცადე ნელა იარო. სამ დღეში ორგანიზმი მთის კლიმატს შეეგუება და თავს ჩიტივით იგრძნო. უკვე შევეგუე. მოიცადე, თოვლი ალბათ დადნა.
ჩავარდები. თოვლი სად არის? აი თოვლი. აბა აიღე მე არ მიყვარს რას ნიშნავს არ გიყვარს ჯამენ ულაპარაკო შაქარი ყველაზე კარგად აღადგენს ენერგიას სად მიწვრები უშუალოდ წყალი ძალიან ცივია. ყელი გაგიცივდება. ფეხი აქ დაადგი. მერე აქ. მერე იმ ქვაზე. მე გამომყევი. მოდი ასჯერ გითხარით აფეთქების წინ სიგნალი მომეცით მეთქი ვის მივცეთ შესაძლოთან მდგავართ შტოლნში არავის არ შეუშვებთ არც არავინ არ მოდის ჩვენებმა წესები იციან უცხო არც მოდის სტუმრები არ ყავს ხოლმე კარგი მორჩი რადგან წესები არსებობს უნდა დაიცვათ ნიკა მე თარაზე ეშლი ნერვებს მოდი აქ აფეთქების გაზი რომ გაიწოვება სანგრევს გაჩვენებ სადაც გვირაბი გადის სამაგრები იქ უნდა შევყენოთ სულ ჩქარობთ და უსაფრთხოებაზე არ ფიქრობთ ბედი ქონია ვაშკაცო ხედავ როგორი სანგრევია მომეხმარე კარგ ნიმუშს მოვამტვრევ და გაჩუქებ არა მადლობა არ მინდა ასეთები უკვე გვაქვს მამამ ჩამოიტანა სამაგრები არ დაგავიწყდეთ მოვალ და შევამოწმებ დღესვე მივხედავთ ვაფეთქე პალუნდრა გაჩერდი სად მიდიხარ
რას აკეთებთ? არ გაინძრეთ ხეს აფეთქებს. ვაფეთქებ. ამონალს ყვილა დაფუჭებ. ხეს ასე ვერ წააქცევ. კიდევ დიდხანს გააგრძელებთ? შეშვი. წადი შეეფარე. რა იყო? დაამთავრეთ? მორჩა. ყველაფერი კარგადაა. კარგია. ამონალის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებ. ცულის ხმარება დაგავიწყდა? რა ხდება? რას აკეთებ? ვინ მოგცა ტყის განადგურების უფლება? მალე შენი სამჭედლო ცარიელ ადგილზე იდგება. ხეს აქ მოვჭრი თუ იქ სულ ერთი არ არის? სულ ერთი რომ იყოს სატყეო არ დანომრავდა მოსაჭრელ ხეებს. მერას დამავალებთ. ტყის მჭრელები ხეებს მარტო სამაგრებისთვის ჭრიან, ნახშირს არ წვავენ. მეუბნებია შენი სამჭედლო მოიცდისო. მოვიცდი და ვნახავ ამ ფეთქებლები თვითონ როგორ გამოჭედავენ საბურღებს. რომანიც მართალია. სამაგრები საჭიროა, მაგრამ სხვათა შორის ფულს გაყვანაში გვიხდიან. კაცი ვერ გაიგებს თქვენ ამბავს. რაც გინდათ ისქენით. ეს ჩვენი პატარა გეოლოგია? რას მიყურებ? სხვა დროს აფეთქებისას როგორც წესია ისე შეეფარები. ნიმუშები მომეცი. ჩემი ძალაყინი მომიტანე. ხოლმე წავიყვან ტრასაზე. წაიყვანე შენი ნება. კიდევ გაფუჭდა? არა, ძველი ვიპოვე. კუთხეში ეგდო. გავაკეთებ და ჩამოვკიდებ, მეტი შუქი გვექნება. ვისაუზმე? ო, ვისაუზმე. მაშინ წავიდეთ. აიღე. დაჯექინიკა. რაო? აბა, ეგ საქმე როგორ არის? რა ეგ საქმე? რას ამბობთ? არ შეგამ კონტრაბანდით არ მოგამარაგათ?
არ შეგას არ ვიცნობ. ძმაკაცზე ვარ სამბობ. შენგან ამას არ ველოდი. სადმე გაქვს ბოძები? იქ, შტოლნში. ფლეში იქ ბოძები არ ჭირდებათ. გასამაგრებელი არაფერია. ჯობია დიკორებთან წაიღო. არის უფროსო. რა უცნაური კაცი ხარ. წამოდი ნიკა. რა ვქნა ასეთი ვარ. ასეთი ვარ. ისმენე, ხეობაში უნდა გავიაროთ. გზა უვარგისია, მაგრამ დროს მოვიგებთ. გამომართვი? ახლა მომყევი. ზალაღინი ჩარჯვე. ასე არა. აიღებ, მარჯვენა ხელით აქ დაიჭერ, მოიქნევ, თოლში ჩაარჯობ და მხარს მიაბჯენ. გაიგე? ხო, აბა მიდი. აი ასე. გასაგებია? მიდი მოემზადე. დაეშვი. მიდი. ზდეკ. აი ასე. კარგი იყო. მაგარია? გვაზე მაგარია. ზაფხულში ცოტა დნება, მაგრამ არ ინგრევა. წამოდი. ხომარ შეგეშინდა? არა, სულაც არა. დაიღალე? არა. მამა შენმა ეს მარშრუტი პირველმა გაიარა. ეს ყველაზე შორის შტოლნია? ეს და კიდევ მეექვსე შტოლნი. წინწადი. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო სიმონ, ვინ მოგვიყვანეთ სტუმრად? ჩვენი დავითის ბიჭია, სამთო საქმე აინტერესებს. მამამისის გვალს მიყვება? კარგია. კარგად მუშაობთ, დღეისთვის საუკეთესო მაჩვენებლები გაქვთ. კიუკარევის ბრიგადაზე რა სიტყვით? იმათაც არა უშავთ. მაგრამ თქვენ კლდე გეხმარებათ, იმათ კი სამაგრების პრობლემა აქვთ. ასე რომ ყველაფერი თქვენზე არ გაჩერდეთ. კიუკარევის სამაგრებზე წვალობს. ჩვენ საბურღებზე. ჭედელთან დააქვს ავტოს დღე გამოშვებით. ავტოგუნდებს ავარჯიშებ, სერბილი უსწორმასწორო ადგილზე ტვირთთან ერთად. ცუდი არ არის.
მე და შენ ბედი გქონია. აღვერდაშვილი. გამარჯობა. მერთმა ძალა მოგცეთ. რა ხდება, ისევ გამაგრებაზე მუშაობთ? უსაფრთხოების ტექნიკაა. კარგი ნუმატყუებ. სეზონზე მაქსიმუმ 10 მეტრს თხრი. 1 მეტრი გვირაბი და კუბური მეტრი ხე-ტყე. ფულს რაში უხდი შენ ბრიგადას? გავამაგრებ და მერე ავაფეთქებ, მანამდე ფეხს არ მოვიცვლი. საიქიოში არ მეჩქარება. მორჩა, არც გაამაგრებ და არც ააფეთქებ. ხვალდილით ბანაკში მოხვალ, რაც გეკუთვნის იმპულს აიღებ და დაიკარგები აქედან. გაიგე? ასე მიხდით მადლობას. ჩემი ხელით მაქვს გამაგრებული აქაურობა. ახლა ვიღებ და რა იყო ჭკუა დაკარგე? უფლებას არ მოგცემ რომ სისულელე ჩაიდინო. კარგად მიცნობ, უბრალოდ ცუდი ბრიგადირი მეგონე. შენ კი სულელი ყოფილხარ. ხვალ მთელი ბრიგადა ბანაკში მოხვალთ. ბატონო სიმონ, ბუდის გიხდით, მაინც მგონია რომ ერთ ადგილზე სამაგრია დასაყენებელი იქნებ, თქვენ შეხედოთ. წამოდით. კარგი, აქ დამელოდე. აი? თვითონაც არ გიჯერა, რასაც მეუბნები. ასეთი ქანები უნდა მოამტრიო. კი არ უნდა გაამაგრო. მთელი ცხოვრება მიწის ქვეშ ხარ, ჩემგანი არ გასწავლება. ჩაფხუტის გარეშე შემოსვლა არ შეიძლება ნიკა. გასაგებია ბატონო სიმონ, ხვალვე დავიწყებთ გაჭრას. დილით ბანაკში მოხვალთ და იქ ვილაპარაკებთ. ხვალამდე ბატონო. წერაქვი ორჯერ მოქნება დაგეზარათ. ხვალ გელოდებით. ხვალ მოვალთ. შეხედე ნიკა, იქ რუხი მთებია. ქვემოთ ლურჯი ჩამონაშალია. რამე სამჩნევ ფერდობზე. ძალიან ბევრ ქვას ვხედავ. მართალი ხარ, მარცხნივ დააგვერდი? რა საინტერესოა. ვიცია სიმონ, თითქოს იქ რაღაც ცოცხალია. ჯიხვები არიან. ჯიხვები? იქ ცხოვრობენ? კავკასიონის ქედზე ყველგან ცხოვრობენ, მაგრამ ამ ადგილებში ყველაზე ხშირად არიან. შემოთავიდეთ, იქნება ახლოდან დავინახოთ. არა, რას ამბობ, იქამდე ძალიან შორია. ვიცია სიმონ, ეს ახვერდაშვილი, ძალიან ცუდი კაცია. მეტისმეტად ფრთხილია, ჩვენ საქმეში კი მეტი გამბედაობაა საჭირო. მართლა გააგდებთ? არა, ცოლ-შვილი ყავს. დაველაპარაკები და ყველაფერი მოგვარდება.
რა გინდა ლეკვო? არა, ნელა. ახლა სამუშაო მაქვს. გავთავისუფლდები და მერე შევხვდეთ. სადაც გინდა და როგორც გინდა ღრმად პატივცემულო ლეკვო. მერე შეგამოწმებ. Время 12 часов 30 минут. ნიკა, დათვს რატომ არის როლი? არ ვიცი. უცებ შევეფეთეთ ერთმანეთს. არ შემეშინდა, მაგრამ დამავიწყდა, რომ თოფი მქონდა. კარგია, რომ დაგავიწყდა, დათვთან ხუმრობა არ შეიძლება. საერთოდ დათვის საშიში არ არის, ადამიანს უფრთხის და გაურბის, მაგრამ თუ დაჭრილია, მაშინ ძალიან საშიშია. ასე რომ ჯობია უთოფოდი სეირნო. მორჩა, თოფს ვეღარ ნახავ, დაივიწყე. ზიანოდა, ჭიკაძე ვინ არის? კაცი გაინტერესებს? ხო. დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენთან მუშაობს. ადრეს ადესანტო ჯარში მსახურობდა. საბრძოლო მეტლებიც აქვს მიღებული. იმედი მქონდა, რომ ამ პეთქებლად ვამუშავებდი, მაგრამ დამხმარე სამუშაო არჩია. აფეთქებები მომბეზრდაო, აღარ მინდა სიჩუმეში ცხოვრება მირჩევნიაო. მე დესანტეებს 1000 რამის გაკეთება შეუძლიათ, ეგ კი მორებს და ათრევს აკეთიქით. მარტო ხელაკაცია. საშინელება შეემთხვა, ხალხს გაურბის. აქაც მარტო ცხოვრობს კარავში, ხანდახან ვცდილობ, რომ ავამოძრაო, ვეხუმრები, დავცინი, მაგრამ ახლოს არ მიკარებს. ხმას არ იხებს. შეიძლება? შემოდით. გამარჯობა. გაუმარჯოს. სალამი მარჩენალო. გამარჯობა. გამარჯობა. დაჯექი. მადლობ. აბა რა ხდება თქვენთან? არაფერი, საერთოდ კარგი იქნებოდა ამ ფეთქებელი რომ ყავდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის. არავინ არ ყავს? შენც იცი ამ ფეთქებელზე რა მდგომარეობა? ხო, ვიცი. თუ ვინმე გამოჩნდება, შენთან გამოუშვებთ. აუცილებლად გამოგიგზავნით. ხო. ვიცი რა, ჩემთან რაღაც სიახლეებია. ხო, მესმის. ამ ფეთქებელი მაინც არ ყავს. აბა ძველო, როგორ არის ცხოვრება? ეს ჩვენი დავითის ბიჭია. დავითი სად არის? სამმართველოში გადაიყვანეს, უარზე იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გასაგებია.
ესეც მოგძანდა. წამოდი. ერთ კარგ ადგილს გაჩვენებ. წავიდეთ. მოგწონს? არა უშავს გამოდგება. დავიწყოთ? ხო, ოღონდ კარატე არ გვინდა. კარგი. აბა ვნახოთ რა შეგიძლია. На что ты годишься? პირველი დღისთვის საკმარისი არა? ხო. თუ ასია, ჩემ პირად საშხაპეში გეპატიჟებით. გამარჯობა ზემდეგო. ეტყობა დაბადების დღე გაქვს, საზეიმოდ გამოწყობილ ხარ. დაბადების დღეს დიდი ხანია აღარ ხვდები. საქმეზე გაწუხებთ. გისმენთ ბატონო შალვა. თუ გახსოვთ, როცა მოვედი, საქმე შემომთავაზეთ. ახლა მზად ვარ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. კარგია, ამ ფეთქებელი გჭირდება. დიუკარებთან წახვალ? წავალ. მაშინ ხვალიდანვე დაიწყე. აბა შენიცი. არის, დიდი მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის. წარღუნა. ახლავე. წვიმამ თოვლი გაალღო. ვერც ერთ ბილიქზე ვერ გაივლი. ფილტვების ანთება არა ეკიდო. გამომართვე. ნოდარი სად არის? ფეხ გამოყვა. რა ჭირს ვის? არაფერი. გარეთ არ გავუშვი, დარდიანი დაწვა და ჩაეძინა. Спать лег. ისეთი ამბავია ვერ გაივლი. 10 ჯერ მაინც წავიკეცი, კინაღამ ხევში გადავიჩეხე. ძაღლივით ამოვიგანგლე ტალახში. ასე დროს თითო ჭიქა არ გვაწყენდა. ო. პროგრესული აზრია, მაგრამ სიტყვა. დაგვინახავენ და გავგჭორავენ ეტყვიან, თვითონ თრებიან ჩვენ კიდევ უფლებას არ გვაძლევენო. სამედიცინო მიზნებითაც კი არ შეიძლება. ო. ეს თავსხმა წვიმა თუ არ შეწყდება, ცუდად იქნება ჩვენი საქმე.
არ შეგაისედაც იგვიანებს, ამუნალის გვითავდება და სურსათიც. ასეთ ამინში ვერ ფრენის იმედი არ უნდა გქონდეს. სიმართლე გითხრა ცოტა მომცივნებს. ცხელი ჩაი მაინც დალია, ან რამე წამალი. არა ჩავწვევი. ჯობია ჩავწვე. არ მოგბეზრდა ამ პანჯარაში ყურება. ყველაფერი მომბეზრდა, წასაკითხი არაფერია, სეირნობა არ შეიძლება. სულ წვიმა და ტალახია. აბა ვნახოთ რუკაზე ორიენტაციას როგორ შეძლებ. ეს არსენას ტოლნია? ო. კარგი. ხევის პირას გავყვებით, ჩანჩქერს გვერდს აუქცევთ, აქ მოუხვევთ და ახვერდაშვილის ტოლნთან გავალთ. აბა ირაკლი, რით გვცემ პატივს? ოხარშულ მაკარონს და ხალხს შემოგთავაზებთ. მაკარონი იმედია კარაქით იქნება. ბოლო კარაქი მუშებს გავატანე. მარილიც აღარ დარჩა? დარჩა. მაკარონს და ცხელ ჩაის არ აუშავს. შაქარიც გათავდა. ჯანდაბას უშაქრო დავლებთ. ვიჭებო თებშები და არიგეთ. წვიმის დაწყებამდე მწყემსები იყვნენ, ბილიქზე კლდის აფეთქება გთხოვეს. ცხენი გადაეჩეხა თხევში. ააფეთქეთ და ხბოს გაჩუქებთო. კარგია, ხვალვე ავაფეთქოთ და ხალხსაც დავაპურებთ. რომელ კლდეზე ლაპარაკობთ? აქედან 5 კილომეტრშია. ხევის ბოლოს ბილიკის განივრადაა გაჩხერილი. არ შეიძლება. რატომ? ნაკრძალის ტერიტორია. ნაკრძალის საზღვარი კლდის იქით იწყება. თანაც კლდის ძირას 3 ძელქვა დგას, დაცული ხეებია. მაგრამ ის ხეები ნაკრძალს არ მიეკუთვნება. სამაგიეროდ ოქროს ფასი აქვს, ნაკრძალში სულ 30 ძელქვა თუ იქნება. შენ კი ხბოს გამო 3 ბრწყინვალე ეგზემპლარს იმეტებ. როგორ შეიძლება ასეთი რამ? გაცმა რომ გისმინოს, ხე ადამიანზე ძვირფასი გამოდეს. ადამიანმა კი უნდა იცოცხლოს და იმუშაოს კიდეც. მართალი ხარ, ადამიანი პირველ რიგშია. ეგ არავის ავიწყდება, მაგრამ შენს ხომ მეთანხმები, რომ ჩვენი პროფესიის გარდა იმ გარემოზეც უნდა ვიფიქროთ, სადაც ცხოვრობთ. აქ თუ მინერალების საკმაო რაოდენობას აღმოვაჩენთ, ფაბრიკისა და მუშათა დასახლებების მშენებლობა დაიწყება. შენ ნაკრძალში რკინიგზას გაიყვანე. გარესამყარო მერე ერთი ხელით ვქმნით, მეორეთი კი ვანგრევთ. ო, ახლა ბევრს ლაპარაკობენ ამაზე. გამოსავალსაც იპოვიან. მე და შენ კი ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. არ ვიცი, მინდა უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო ამ ყველაფერში. ბოლოს და ბოლოს რა ვუთხრა მწყემსებს? აფეთქებას გიგრძალავთ. კარგი, ნუ ბრაზდები. უთხარი რომ საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება. ნიკა გაიღვიძე. ნოდარი ისე ბავადა. აქ წერია, რომელიც ამალი როდის უნდა დალიოს. მე საღამოს დავბრუნდები. სკამზე დადე. როგორ ხართ? სიცხე მაქვს. ეგ სურმა. კარგი ნიმუშია. მამა შენ მაიპოვა შარშან. მამა ჩემა? ო. შეიძლება ავიღო.
აიღე. მადლობ. მოდი ხარ? მაინც აფეთქე რა? ასე გამოვიდა. კიდე ავაფეთქეთ, სამაგიეროდ ხალხს დავაპურებთ. და ერთი ხეც გადავარჩინეთ. ოჩაღი ხარ ნიკა. ხედავს ღარბი იპოვე, მოიყვანე, გამოკვებე. შენი აღარ ეშინია. ესე იგი ცხოველები გიყვარს. ციყვის მოკლას რატომ აპირებდი? არ ვიცი, მინდოდა შევხებოდი. გინდა რომ მკვდარ შეეხო? გადამრევ. ცოცხალი უფრო საინტერესო არ არის? ხეარულია, საყვარელი, აქეთ-იქით დახტის. ახლოს არ გიშვებს კი რა ხელზე გახტება. ჯიბეში გიწვრება თხილს ეძებს. პარკებში მათ არავინ ერჩის. და მიეჩვევნენ ადამიანებს, ენდობიან. ამ დობას გავფრთხილება სჭირდება. ისინი ჩვენი უმცროსი ძმები არიან. უკვე დიდი ბიჭი ხარ. ამაზე უნდა დაფიქრდე. ერთის მოკლა მინდოდა, ტყეში ბევრი ციყვია. ყველამ რომ ასე დახოცოს და გადააგდოს, ერთიც აღარ დარჩება. გახსოვს შაის დალევის სცენა იმ ზღაპრიდან, ალისას საოცრებათა ქვეყანაში. გრძელ მაგიდასთან ჩაის სვამენ. ერთ ადგილზე რომ დალევენ ჩაის, მერე ნამცხრებს შეჭამენ და სხვა ადგილზე გადადიან. ალისა იკითხავს, როცა ყველა ნამცხვარს შეჭამთ, რა მოხდებაო? ამ დროს კურდღელს სხვა თემაზე გადააქვს საუბარი. და ძმაო, ჩვენც ცოტა დაგვრჩა ნამცხრები. დიუკარევთან რაღაც მოხდა. რა მოხდა დიუკარევთან? არავინ არ იცით? ნიკა სათხარ? აქ ვარ, აქ. არ ჩამოგჭე. ჩამოინგრა, ჯიკაძე იქ დარჩა. ჩქარა ბიჭებო, ჩქარა. ძალიან გაუხარდა მადანი რომ წამოვიდა. წამოვიდაო თქვა. მიმართლებსო. ერთსაც ავაფეთქებო. და უყვირე, ჯერ არ შეიძლება. ჯერ უნდა გავამაგროთ მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. მართლა ბავშვივით არის. ნამდვილი ბავშვივით არის. მერე დაიგრუხუნა და ერთ წამში გაქრა ეს კაცი. მაგარი კაცი ყოფილა. არადა რა კეთილი და მხიარული იყო. ვეღარ იცნობთ. აიღე. თან რამ ფეთქებელია. აი რას ნიშნავს პროფესიონალი. ბრწყინვალე კაცია. ბრწყინვალე. რა ხდება იქ? მე მგონი კარგი არაფერი. შალვა. მე მოძებნი. გაჩერდი. ჩამოინგრევა. ბიძია სიმონ, გთხოვ. ბიძია სიმონ. მართლა ბავშვითა. ხელფეხი მთელი გაქვს? შალვა. მთელია, მთელი. ხილად გამოძვერი არ ჩამოინგრეს. გამარჯობა. როგორ ხართ ძმებო, პოლკის მეგობრებო? მოდი ხელი მომეცი. სადა ბომბა იყო? კარგი გამოძვერი მერე მოგვიყევი. იქ ყველაფერი ბრწყინავს და ბრჭყვიალებს. მაგარი საბადოა. მოდი, მოდი. კარგი ბიჭი ხარ. ვიცოდი რომ არ მიმატოვებდით. საერთოდ არ ნერვიულობდი. საერთოდ. ვიცოდი რომ მოხვიდოდით.
წამოდი. მადლობა ღმერთს გადარჩი. თბილისის დროით 6 საათია. დღეს 10 აგვისტოა პარასკევი. დილამშვიდობისა ამხანაგებო. სცენარის ავტორი ვაჟა გიგაშვილი. დამდგმელი რეჟისორი ზურაბ თუთბერიძე. დამდგმელი ოპერატორები ნოდარ ერქომაიშვილი და ედუარდ გრიგორიანი. რედაქტორი გურამ გეგეშიძე. ფილმის დირექტორი ნოდარ იმერლიშვილი. როლებში: თენგიზ არჩუაძე, ვაჟა გიგაშვილი, კარლო საკანდელიძე, ოთარ ზაუდაშვილი და სხვები. ფილმი გადაღებულია ლენინის ორდენოსანი კინოსტუდია ქართული ფილმის მიერ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.